თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ChatGPT ჯადოსნური უფასო ასისტენტია, რომელიც ყოველდღიურად უფრო ჭკვიანი ხდება კაცობრიობის სასარგებლოდ. ასე არ არის. სინამდვილეში ის უარესდება. OpenAI მილიარდობით დოლარს ხარჯავს და მათი გენიალური გადარჩენის გეგმა მოიცავს უფასო მომხმარებლების შესაძლებლობების შემცირებას, რეალური მოდელის $200 ფასიან წდომაში ჩაკეტვას და თქვენი საუბრების რეკლამად გადაქცევას. ასე რომ თუ ბოლო დროს რანაც რიგზე აღარ გეჩვენებათ, ეს ალბათ მხოლოდ თქვენი წარმოდგენა არ არის. მათ იმედი აქვთ, რომ უმეტესობა ამ ცვლილებას ვერ შეამჩნევს და სწორედ ეს არის მათი მიზანი. მაგრამ ის უფასო AI ასისტენტი უკვე აღარ არსებობს. თავი პირველი $5 მილიარდი კატასტროფა. OpenAI პრობლემებშია. დოკუმენტები აჩვენებს, რომ კომპანიამ წელს თითქმის ყველა შიდა მიზანი ვერ შეასრულა. შემოსავლის გეგმებიც ვერ შესრულდა. გვერდეული აქტიური მომხმარებლების მაჩვენებლების ვერ შესრულდა. თვითონ IPO-სვადაც, რომელიც ადრე გამარჯვების ნიშნად ითვლებოდა, ახლა უფრო დაძაბულ სპრინტს გავს, სადაც ფინიშის ხაზი არ ჩანს. Wall Street Journal-ის 2026 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, ციფრები ბევრად ნაკლებად ლამაზ სურათს აჩვენებს, ვიდრე საზოგადოებრივი ნარატივი. $5 მილიარდი ზარალი 2024 წლის $3.7 მილიარდი შემოსავლის ფონზე. მათემატიკა არ ტყუის. მათ მიიღეს $3.7 მილიარდი. და მათ დაკარგეს $5 მილიარდი. ყოველი შემოსული დოლარისთვის კომპანია ხარჯავს $2.25. Wall Street Journal-ს მიუთითებს, რომ ფინანსურმა დირექტორმა სარა ფრაიერმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მულტიმილიარდიანი მონაცემთა ცენტრების შემდეგი ტალღის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ზრდა თუნდაც ოდნავ შეირღება. მაგრამ OpenAI-ის თქმით, ეს ყველაფერი AGI-სკენ მასშტაბირების ნაწილია. და მიუხედავად ამ სიგნალებისა, Wall Street-ი მაინც ძირითადად მხარს უჭერს. $5 მილიარდი ზარალი დღეში დაახლოებით $13,700,000 შეადგენს. ეს მთელი წლის განმავლობაში ნაწივდება. ეს დაახლოებით $9,500 ყოველ წუთში. თუ თვალს დაახამხამებ, დაახლოებით $160 გაქრება. ხელმძღვანელები თავიანთ სააქციო ოფციონებს ახდმობენ. ვენჩურული კაპიტალისტები, რომლებმაც უკვე ათობით მილიარდი ჩადეს, არ არიან მზად კიდევ ერთი დამატებითი დაფინანსების რაუნდისთვის. Microsoft-მას კი დაიწყო პირდაპირი კითხვების დასმა ფინანსური შედეგების განხილვის ზარებზე, რაც ერთ ჯგუფს უფრო და უფრო დაუცველს ტოვებს. თქვენ. მეორე თავი, უფასო ვერსიის ლობოტომია. ChatGPT არასდროს ყოფილა უფასო. ის ძლიერად და მიზანმიმართულად ფინანსდებოდა ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყაროს მიერ. მისი მხარდამჭერების სია გვიანი ეტაპის ვენჩურული კაპიტალის ყველაზე ცნობილი სახელების ჩამონათვალს გავს. Microsoft, SoftBank, Thrive Capital, ასევე საუდის არაბეთის სუვერენული ფონდები. ერთობლივი ინვესტიცია, გავრცელებული ინფორმაციით $60 მილიარდ აჭარბებს და ასებული ხარჯვის ტემპებით ეს თანხა 10 წლეულებს კი არა, წლები ყოფნის. საბოლოოდ ვიღაცას უნდა გადაწყვიტოს, რეალურად რამდენი ჯდება რეზერვუარის შევსება. პანიკა რეალურია, IPO-ს დრო იწურება და გადარჩენის გეგმა, რომელიც მათ მოიფიქრეს, სასოწარკვეთილია. გეგმა იყო, რომ ChatGPT იგივე ჩანდა, მაგრამ ჩუმად შეეცვალათ ის, რაც მას ამუშავებს. ფაქტობრივად ის უფრო სულელი გახდა. არსებობს მექანიზმი, რომელსაც მომხმარებლები რეალურად ვერ ხედავენ და მას ეწოდება სინძლავრეზე დაფუძნებული გადართვა. Piki საათებში ან უხილავი ყოველდღიური კვოტების ამოწურვის შემდეგ მომხმარებლები ჩუმად გადაჰყავთ მთავარი მოდელიდან IAP-დან მცირე ვარიანტებზე. ეს გადართვა შეუმჩნეველია, ხარისხის ვარდნა კი არა. დაახლოებით ყოველ 5 საათში 10 შეტყობინის შემბის შემდეგ ძლიერ მოდელზე თქვენი საუბარი შუა წინადადებაში იშლება და გადადის ზოგად ავტოშევსების რეჟიმში. მომხმარებლის ტელემეტრია, შიდა სტრატეგიული ჩანაწერები და Reddit-ის უამრავი თემა ერთსა და იმავე ადასტურებს. მოთხოვნების მცირე მოდელებზე გადამისამართება არის განზრახ გამოყენებული ხარჯების კონტროლის მექანიზმი. თქვენი AI ასისტენტი განზრახ შეცვლილია ბიუჯეტური ვერსიით, მაშინ როცა თქვენ უყურებთ ნაცნობ ბრენდს და ფიქრობთ, რომ არაფერი შეცვლილა. დანაზოგი უზარმაზარია. მოთხოვნების მცირე მოდელებზე გადამისამართება შეიძლება მხოლოდ ცენტის მცირე ნაწილი დაждდეს, მაშინ როცა ფლაგმანურ მოდელზე ეს რამდენიმე ცენტი ღირს. ეს რომ 800 მილიონი ყოველკვირეულ აქტიურ მომხმარებელზე გაამრავლოთ, მათემატიკა უკვე აზრს იძენს. თქვენთვის ეს ნიშნავს, რომ სულად მიაქციოთ ყურადღება საუბრის პარტნიორს, რომელიც უსები ვიწყებს თქვენს ბოლო სამ შეტყობინებას და იწყებს ბისკვიტის წინასწარმეტყველებებით პასუხებს. შესრულების სხვაობა აშკარაა. დამოუკიდებელი ტესტირება მიუთითებს, რომ სარეზერვო მოდელებს უჭირთ იმ დავალებებთან გამკლავება, რასაც ფლაგმანი ერთ ნაბიჯში ასრულებს. მრავალსაფეხურიანი მსჯელობა იშლება. კოდის გენერაცია იწყებს ისეთი მცირე ძნელად შესამჩნევი შეცდომების შეტანას, რომლებიც რთულია აღმოსაჩენი. გრძელი კონტექსტის შეჯამების გამებისას კი მთავარ დეტალებს ტოვებს. ერთ დღეს თქვენი ასისტენტი კალკულუსის ამოსანას აგვარებს, ხოლო მეორე დღეს, როცა ლანჩის შემდეგ ტრაფიკი იზრდება, ჰაიკუსში მარცვლების დათვლაც კი აღარ შეუძლია. ასე რომ ეს შემთხვევითობას არ გავს, ეს უფრო დაგეგმილად გამოიყურება. უფასო პაკეტი, რომელიც სასწაულად გვეჩვენებოდა, სინამდვილეში იყო წამგებიანი შეთავაზება, რომელსაც მხარს უჭერდა მარკეტინგული კაპიტალი და გრძელვადიანი გათვლები, რომლებიც არასდროს იყო განკუთვნილი სამუდამოდ გაგრძელებისთვის. შემდეგი ცვლილება უკვე გათვალისწინებულია ფასში და ეს სულაც არ არის შეუმჩნეველი.
მესამე თავი, ელიტური ფასიანი ბარიერი. შიდა ფასების მემორანდუმები ადასტურებს, რომ OpenAI-ის $20 თვიური Plus პაკეტი, რომელიც ოდესღაც მომხმარებლის ხელოვნური ინტელექტის გიდელექტის გვირგვინის ქვა იყო, ჩუმად დაქვეითდა და ახლა უბულებელ ყოფილ შუათანაშვილად იქცა. Plus, აბონენტები ჯერ კიდევ იღებენ რაღაც გამოსაყენებელს, მაგრამ მოწინავე ინტელექტი უკვე ხავერდის ზონარს მიღმა. გაიცანით ChatGPT Pro $200 თვეში. მას აქვს შეუზღუდავი ცდომა O1 და O1 Pro რეჟიმებზე, უფრო მაღალი ლიმიტები ვიდრე ფიდრე Plus და პრიორიტეტული გამოთვლითი რამოთვით, ასევე რთულ ლოგიკურ ამოცანებზე შეცდომების მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე სტანდარტულ პაკეტებში. დასკვნა მარტივია. უფრო ჭკვიანი მოდელი ახლა ფასიან ბარიერს მიღმა. მათემატიკა უფრო არასასიამოვნო ხდება, რაც უფრო დიდხანს უყურებ მას. $200 თვეში ნიშნავს $2400 წელიწადში თითო მომხმარებელზე. 4 წევრისგან შემდგარი ოჯახი, რომელსაც სურს ერთსა და იმავე ჭკვიან პაკეტზე ცდომა, წელიწადში $9600 გადაიხდის. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ბევრი ოჯახი რამდენიმე თვეში საკვებზე ხარჯავს. $200 პაკეტის მოხმარების მაჩვენებელი მთლიანი მომხმარებლების მცირე პროცენტს შეადგენს, დაახლოებით 5 მილიონი გამომწერი მთელ მსოფლიოში. ეს დაახლოებით 0.06%-ია. ამასობაში Plus მომხმარებლების უკმაყოფილებობა იზრდება. სტრატეგია სულ უფრო აშკარა ხდება და ის მალე ისეთ ადგილებში შეღწევს, სადაც ალბათ არასდროს გიფიქრიათ. მეოთხე თავი, თქვენი ჩატები, სპონსორია Carl's Jr. ChatGPT-ის შემდეგი ვერსია მხოლოდ უფრო ჭკვიანი ან ძვირი არ არის. ის ახალი გზით მონეტიზებულია. რეკლამები თქვენს AI ასისტენტშიც გამოჩნდება. და ეს არც ჭორია და არც სპეკულაცია. ეს თავად OpenAI-ის განცხადებაა. რეკლამა ეხლა უკვე ოფიციალური პროდუქტია. ითხრება უფასო ვერსიით და ახალი $8 ChatGPT Go გეგმით, რომელიც Aშშშ-ში ბეტა ვერსიით გამოდის. რეპორტების მიხედვით რეკლამის დამკვეთებს მინიმუმ $200,000 ვალდებულება აქვთ, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიწყონ თანამშრომლობა. საწყისი ფასები მაღალი იყო, დაახლოებით $60 ყოველ 1000 ნახვაზე, სანამ არ დაწიეს, რომ რეალურად მოეზიდათ მყიდველები. რეკლამები გამოჩნდება პასუხების ქვედა ნაწილში და ამ ეტაპზე აშკარად იქნება მონიშნული. იმიტომ რომ იგივე კომპანიამ ერთხელ პოდკასტის მსმენელს უთხრა, რომ რეკლამები ChatGPT-ში ბოლო გამოსავალი იქნებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ბოლო გამოსავალი ადრე დადგა. ამ ბოლო გამოსავალს უკვე აქვს გაშვების გეგმა. აქ ყველაფერი მარტივად და გამიზნულადაა მოწყობილი. უფასო მომხმარებლები ხედავენ რეკლამებს. $8 მომხმარებლები ხედავენ ნაკლებად ან სხვანაირად ფორმატირებულ რეკლამებს. $20 მომხმარებლები დროებით თავისუფლდებიან რეკლამებისგან, ხოლო $200 მომხმარებლები საერთოდ არ ხედავენ რეკლამებს. იგივე პროდუქტი, სხვადასხვა წესი. რაც უფრო მეც გადაიხდით, მით უფრო სუფთა და ფუნქციური ხდება. საქმე მხოლოდ რეკლამებში არაა, თავარი აუდიტორიის მიზნობრივი შერჩევაა. დაწერეთ ქორწილი და მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაგახვედრებენ ადგილებს, ბეჭდებსა და თაფლობისთვის პაკეტებს. იმიტომ რომ სოციალური მედიისგან განსხვავებით, ამ მოწყობილობას ადამიანები ყველაფერს უყვებიანბიან. Industries ანალიტიკოსები აფასებენ, რომ საუბარზე დაფუძნებული აუდიტორიის მიზნობრივი შერჩევა ტრადიციულ რეკლამებს ბევრად აღემატება. ზოგჯერ რამდენჯერმეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო. არავინ უყვება Instagram-ს თავის პრობლემებს, მაგრამ ისინი უყვებიან ChatGPT-ს. ანგარიშების მიხედვით რეკლამის ბიზნესი ისე მოდელირდება, რომ 2029 წლისთვის წლიურად $25 მილიარდ-ზე მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს. ეს რიცხვი მარტო აღემატება OpenAI-ის მთელ ამჟამინდელ შემოსავალს. მათ აქვთ თდომა თქვენს სამედიცინო კითხვებზე, ურთიერთობის ეჭვებზე, საგადასახადო დაბნეულობაზე და ღამის 3 საათზე ძიებებზე. ეს მარკეტერის ოცნებაა, შეფუთული მეგობრული ჩატის პანჯარაში. ყველაფერი ეს რეალურად იმიტომ ხდება, რომ ერთი კონკურენტი ჩუმად შთანთქავს ბაზრის ერთადერთ სეგმენტს, რომელიც რეალურად ფულს ბეჭდავს. მეხუთე თავი, Anthropic-ის პანიკა. Industries ანგარიშები აჩვენებს იმას, რასაც უმეტესობა სათაურში ვერ ნახავს. კონკურენტი კომპანია Anthropic ახლა დაახლოებით იმავე წლიურ შემოსავალს იღებს, რასაც OpenAI. ზოგი შეფასებით ის კიდევ უფრო წინ არის. პატარა კომპანია, რომელიც Sam Altman-ის ყოფილმა კოლეგებმა დაარსეს, ახლა უფრო მეტ წლიურ შემოსავალს იღებს ვიდრე კომპანია, რომელსაც ყველა ლიდერს უწოდებს. რაც ადრე ერთპიროვნული შეჯიბრი ჩანდა, ეხლა ასე აღარ არის. ამ ორ კომპანიას შორის განსხვავება მკვეთრია და ეს პანიკის მიზეზსაც ხსნის. Anthropic-ი უფრო ძვირად ღირებულ ბუტიკს გავს ვიდრე მასობრივი ბაზრის პლატფორმას და მხოლოდ 1000-ზე ოდნავ მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება. მათგან ბევრი წელიწადში 7 ნიშნად ახას იხდის, ზოგიც კი 8 ნიშნას. მისი მთავარი მოდელი Claude ნიშნულოვანი ძალაა კორპორატიულ პროგრამირებაში და მას იყენებენ Fortune 500-ის კომპანიები, საინჟირო გუნდები, Wall Street-ი და ბიოტექნოლოგიური კვლევითი ჯგუფები. ეს მომხმარებლები ფასზე მგზნობიარეები არ არიან. $50 ერთ მომხმარებელზე მათთვის არაფერია. და ეს იმიტომ, რომ პროდუქტიულობის ზრდა ხშირად პირველივე დღეს, ლანჩამდე ანაზრაურებს ემთახას. ამასობაში OpenAI 100 მილიონ უფასო მომხმარებელს სუვლის. Anthropic ერთ საშუალო ზომის საწარმოს კონტრაქტიდან უფრო მეტს იღებს ვიდრე OpenAI, მილიონი ჩვეულებრივი ChatGPT მომხმარებლისგან ეფრათ.
Anthropic-ის ნიშური ბაზარი სრულად განსხვავებულ ბიზნესს ქმნის. ფასები უფრო მაღალია, კონტრაქტები უფრო გრძელვადიანი და მომხმარებელთა გადინება ნაკლებია. გამოყენების მოდელები იმდენად სტაბილურია, რომ პროგნოზირება შესაძლებელია. ფინანსური გუნდები ამ ამას მოდელირებას უკეთებენ. შეანდარეთ ეს OpenAI-ის მომხმარებელთა მასშტაბს. ეს არის მუდმივი არაპროგნოზირებადი მოთხოვნის ტალღა, ასობით მილიონი მომხმარებლისგან. სისტემა, სადაც მცირე ფასის ცვლილებამ შეიძლება ერთ ღამეში მასობრივი გაუქმებები გამომოიწვიოს. ეს ორი სრულად განსხვავებული მექანიზმია. ერთი ოპტიმიზირებულია პროგნოზირებადებადობაზე. მეორე შექმნილია მასშტაბისა და ცვალებადობისთვის და ამ ბაზარზე საქმე ბრენდინგში არ არის. მთავარი ისაა, რასაც იყენებენ. სწორედ ამიტომ მომხმარებლის პროდუქტი განზრახ დანაწევრებულად გამოიყურება. უფასო პაკეტს ზღუდავენ, რათა შეამცირონ გამოთვლითი ხარჯები. საშუალო პაკეტი წყვეტს ყურადღების ცენტრში ყოფნას და ხდება არხი უფრო მაღალ გეგმებში გადასასვლელად. 200-იანი პროპაკეტი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვინც მას ბიზნეს ინფრასტრუქტურად არ იქვამს და არა როგორც გამოწერას. რეკლამები კი შექმნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ დონეზე არასდროს გადაიხდის. და ყველა გადაწყვეტილება უკავშირდება Anthropic-თან ჩამორჩენის შემცირებას, იმ იმედით, რომ ინვესტორები არ დაიწყებენ არასასიამოვნო კითხვების დასმას ისტორიასთან დაკავშირებით. რადგან თუ ეს ჩამორჩენა არ შემცირდება, არც ციფრები შეიცვლება და ეს წნეხი უკვე შესამჩნევია. მეექვსე თავი, უსაფრთხოების გუნდი ტოვებს კომპანიას. უსაფრთხოების გუნდის ძირითადი წევრები, ადამიანები, რომელთაც ევალებოდათ სისტემის არაპროგნოზირებად ან საშიშად ქცევის თავიდან აცილება, ტოვებენ კომპანიას. არც ჩუმად და არც ნელა. ისეთი ტემპით, რომ უნდა აწუხებდეს ყველას, ვინც ამას სტაბილურ გრძელვადიან ინვესტიციად მიიჩნევს. იან ლეიკეს გადადგომის პოსტი მოკლე და ძალიან საჯაროა. მისი ზუსტი ფორმულირება გაფრთხილებას გავს. უსაფრთხოების კულტურა და პროცესები უკანა პლანზე გადაიწია მიმზიდველი პროდუქტების სასარგებლოდ. ლეიკე იყო Alignment-ის გუნდის თანახელმძღვანელი, ადამიანი, რომლის მთელი სამუშაო იმაში მდგომარეობდა, რომ შეეჩერებინა იმ ტექნოლოგიის მიერ კატასტროფული ზიანის მიყენება, რომელსაც თავად ქმნიდა. და ის ყველას ეუბნებოდა, რომ ისინი, ვინც მას ხელფას უხდის, აღარ ზრუნავენ იმაზე, რომ კაცობრიობას ზიანი არ მიადგეს. მაგრამ ილია სუცკევერის წასვლა იყო გამაფრთხილებელი სიგნალი. სუცკევერი იყო OpenAI-ის მთავარი მეცნიერი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის წავიდა და დაარსა საკუთარი კომპანია, რომელიც პირდაპირ Safe Superintelligence-ზე ორიენტირებული და თან წაიყვანა ტექნიკური ტალანტების მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორც მისი წასვლა, რომელიც მალევე მოხდა, დაადასტურა, რომ გამაფრთხილებელმა სიგნალმა არაფერი შეცვალა. Super Alignment გუნდი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მომავალი უფრო ძლიერი ხელოვნური ინტელექტის სისტემები კონტროლს დაქვემდებარებოდა, ფაქტობრივად დაიშალა. თავდაპირველად გუნდს დაპირებული ჰქონდა შიდა გამოთვლითი რესურსების მნიშვნელოვანი წილი, დაახლოებით 20% უსაფრთხოების კვლევაზე კონცენტრირებისთვის. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, მას შემდეგ წევრები წავიდნენ. როგორც იუცხებიან, გამოთვლითი სიმძლავრე პროდუქტის განვითარებაზე გადამისამართთა და ის, რაც ძირითადი მისია იყო წარმოდგენილი, ეხლა გარედან ისე ჩანს, თითქოს გვერდზე გადადეს. ამ მასობრივ წასვლაში ერთგვარი თანმიმდევრული ნიმუში ჩანს. ინჟინრები, რომლებიც უსაფრთხო ადამიანურ მიზნებთან შეთანხმებული ხელოვნური ზოგადი ინტელექტის შესაქმნელად შეუერთდნენ, ახლა სრულიად განსხვავებულ რეალობაზე საუბრობენ. კომპანია, რომლის პროდუქტის გადაწყვეტილებებს კომერციული გუნდები იღებენ, სადაც უსაფრთხოების შემოწმებები დაჩქარებულია გაშვების ვადების დასაკმაყოფილებლად და სადაც შიდა შეშფოთებები მამხილებელთა დაცვის შესახებ როგორც იუწყებიან, სწორედ იმ რესტრუქტურიზაციის პერიოდში გაჩნდა, რომელმაც OpenAI პოტენციური IPO-სთვის მოამზადა. დამცავი ბარიერები აღარ არსებობს. გამჭვირვალობისა და სიფრთხილის დაპირებები სულ უფრო რთული ხდება მათი რომელიმე ერთ ჯგუფზე მიკუთვნება. ის, რასაც ადრე სპეციალური ზედამხედველობა აკონტროლებდა, ახლა დაძაბულობის ქვეშ მიმდინარე პროცესად იქცა. ყოფილი თანამშრომლები აფასებენ, რომ გასული 18 თვის განმავლობაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც Alignment-ის სამუშაოზე იყვნენ კონცენტრირებულნი, მკვეთრად შემცირდა. ხოლო ამ კომპანიის საჯარო მხარე კვლავ სწრაფად მოქმედებს. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი დემონსტრაციების ნაწილი, რომლებიც სათაურებში ხდებოდა, ახლა უფრო მკაცრად კონტროლდება. იგუიანებს ან ჩუმად გვერდზე იწევს კომერციული პრიორიტეტების სასარგებლოდ. და არაფერი იყო ხელშეუხებელი. მეშვიდე თავი, სორას სატყვარა და შეცვლა. სორა ვირუსულად გავრცელდა 2024 წელს, თავისი ჰიპერრეალისტური ვიდეოებით, სადაც მაგალითად ბეწვიანი მამონტები თოლში დადიან და შემზარავად რეალისტური ქალაქის სცენებია. მაგრამ მასაც ჰქონდა ვადა. 2026 წლის აპრილში ის აღარ იყო ხელმისაწვდომი, როგორც დამოუკიდებელი სამომხმარებლო პროდუქტი. ის, რაც ოდესღაც მომავლის საჯარო ხედვად ჩანდა, საზოგადოებას ხელიდან გამოაცალეს. შიდა კომუნიკაციებში ზედმეტ გამოთვლით, ხარჯებსა და სტრატეგიულ გადახრას, საწარმოო ინსტრუმენტების, აგენტებისა და რობოტიკისკენ ასახელებენ მიზეზად. ყველაფერი ეკონომიკაზე დადის. ერთი სორას ვიდეოს გენერაცია, როგორც იუცხრებიან, გამოთვლითი რესურსების მხრივ 1000-ზე მეტჯერ ძვირიჯდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ტექსტური მოთხოვნა. ეს რომ მილიონობით ცნობისმოყვარე მომხმარებელზე გაამრავლოთ, პრობლემა ხდება. ჰოლივუდის სტუდიები, სარეკლამო სააგენტოები და საწარმოო მედია პარტნიორები კი მაინც იღებენ მას ისეთ ფასად, რომ ეკონომიკა გამართლებულია.
მაგრამ თუ უბრალოდ ის ადამიანი იყავი, ვინც დემო ნახა და იფიქრა, რომ შეიძლება თავისი დისწულისთვის დაბადების დღის ვიდეოს გაკეთება მოისურვებინა, ეს არ გამოგივა. ინდუსტრიის ანგარიშების მიხედვით, სტუდიების ლიცენზირების გარიგებები პარტნიორის მიხედვით წელიწადში 5-დან 20 მილიონ დოლარამდე მერხეობს. მომხმარებელზე ორიენტირებული ვერსია, რომელიც ადრე აჟიოტაჟს იწვევდა, ახლა ძირითადად კლიპების, დემოების და მოგონებების სახით არსებობს და ეს მხოლოდ სორა არ არის. ხმოვანი ფუნქციები, რომლებიც ადრე შეუზღუდავით ჩანდა, ეხლა შეზღუდულია. მორგებულ GPT-ებს უფრო მკაცრი ლიმიტები აქვთ. და მოცინავე მსჯელობა, რომელიც აჟიოტაჟის პერიოდში თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი, ახლა უფრო და უფრო ხშირად მხოლოდ ძვირადღირებული პაკეტებისთვის ინახება. დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია აშკარა ხდება. მონეტიზაცია არა როგორც გვერდითი ეფექტი, არამედ როგორც თავად სტრუქტურა. ეს ყველაფერი ერთი განსაზღვრული შედეგისკენ მიდის და ამ შედეგს უკვე აქვს თავისი დროის ჩარჩო. მერვე თავი, პირველადი საჯარო შეთავაზებიდან, მოგების გამოწვევის მანქანა. დოკუმენტაციები აჩვენებს, რომ OpenAI ცვლის თავის მმართველობის სტრუქტურას, რადგან ის მიიწევს პოტენციური საჯარო შეთავაზებისკენ იმ მასშტაბით, რომელსაც ფინანსური მედია უპრეცედენტოს უწოდებს. სანსკესის სტრუქტურა, რომელიც ინვესტორების მოგების შეზღუდვასა და მისიის დაცვას ემსახურებოდა, იშლება. არამომგებიანი საბჭო, რომელსაც ოდესღაც კომპანიაზე რეალური კონტროლი ჰქონდა, უფრო საკონსულტაციო როლში გადაჰყავთ. ფორმალურად მისია არ შეცვლილა. ის კვლავ ადამიანობისთვის უსაფრთხო AGI-ზე ორიენტირებული, მაგრამ რეალურად ის სისტემა, რომელიც ამ მისიას ინარჩუნებდა, თავიდან ბოლომდე ხელახლა შენდება. $1 შეფასების მიზანი, რომელიც ყველა გაჟონი უმემოში მეორდება. ერთადერთი რიცხვია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს. მონაცემები უბრალოდ არ ქრება. ყოველი პრომპტი, რაც შეგიყვანიათ, ყოველი საუბარი, რაც 2022 წლიდან გქონიათ, ყველაფერი ამ სისტემას კვებავს. და როცა ეს ყველაფერი საჯარო ბაზრის ნარატივად იქცევა, ეს აქტივობა სხვანაირად არ იქნება. IPO-ს დოკუმენტში ეს ჩართულობაც ან იმპულსად ჩანს. თუ ამენას მოვაშორებთ, ყველაფერი ნაცნობად გამოიყურება. ეს იგივე გვიანდელი ეტაპის სრულებაა, რასაც ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ხედავთ. მომხმარებელი წვეთს მხოლოდ კლიენტი იყოს და იწყებს პროდუქტის ნაწილად ქცევას, აღარ არის უბრალოდ ის, ვისაც ემსახურებიან, არამედ რაღაც, რასაც იყენებენ. და ბოლოს, არასასიამოვნო გაცნობიერება. თქვენ არასდროს ყოფილხართ კლიენტი. მეცხრე თავი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება AI-ის ქვედა ფენაში. ასე რომ, სად გტოვებთ ეს? უფასო, ძლიერი და ფართოდ ხელმისაწვდომი AI-ის ოქროს ხანა დასრულდა. ის დაახლოებით 24 თვე გაგრძელდა და აღარ დაბრუნდება. თქვენი ყოველდღიური ციფრული სამუშაო პროცესი მალე უფრო ძვირი და უფრო შეზღუდული გახდება. ის, რაც ანდრე ინტელექტზე თავისუფალ ცდომად გვეჩვენებოდა, ეხლა საფეხურებად იქცა, სადაც უკეთესი შესაძლებლობები უფრო მაღალ ფასებს მიღმა. და ყველაფრის ფასი, რაც რეალურად მუშაობს, სულ უფრო იზრდება. ეს ის კანონზომიერებაა, რომელსაც ყველა ტექნოლოგიური ტალღა მიანიშნებდა, მაგრამ არასდროს წარმოაჩენდა აშკარად. უმეტესობა ადამიანების აიღებს საბაზისო ვერსიას და საბაზისო ვერსია პირველ რიგში არ უმჯობესდება. ის უფრო იაფი, მარტივი და შეზღუდული ხდება. წვდომა აღარ არის თანაბარი, ყველაფერი განაწილებული ხდება. სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დონეა, იმის მიხედვით, რამდენის გადახდა შეუძლიათ. ტექნოლოგიის ვერსია, რომელიც წვდომის გაფართოებას უნდა ემსახურებოდეს, ჩუმად იყოფა საფეხურებად. ზოგიერთ ადამიანს სრული შესაძლებლობები აქვს. უმეტესობა ადამიანების აიღებს იმდენს, რომ სისტემაში დარჩეს და დროთა განმავლობაში ესეც იცვლება. დაპირება იყო ინსტრუმენტი, რომელიც ყველას აამაღლებდა. ეხლა ადამიანის ინტელექტის მომავალი, ეხლა მხოლოდ გამოწერით არის ხელმისაწვდომი და ფასის გამო ამას ვეღარ ვწვდებით. მაგრამ იმ კომპანიებში, რომლებიც ამ მომავალს ქმნიან, რაღაც სხვა ხდება. ადამიანები, რომლებიც სისტემასთან ყველაზე ახლოს არიან, იწყებენ წასვლას. და ეს სილიკონის ველში სერიოზულ შოკს იწვევს. გაიგეთ, რატომ ტოვებენ ხელოვნური ინტელექტის მკვლევარები თავიანთ სამუშაოს და პანიკაში ვარდებიან წასვლისას? ან ამის ნაცვლად ამ ვიდეოს უყურეთ.